ხარი დაუჭირა და აი ირაკლი ალასანი აკეთებს უკვე განცხადებას პირდაპირ ეთერში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ველოდებოდით არჩევნების შედეგების ძირითადი ნაწილის გამოცხადებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ვიდრე არ მოხდებოდა საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების შეჯამება, არ გაგუკეთებინა განცხადება. მე მთელ საქართველოში თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მე მინდა ჩვენ პარტიას, თავისუფალი დემოკრატების ყველა წევრს უთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში არ ურიგდებოდით უსამართლობას. ვიყავით ყოველთვის პრინციპების, ღირებულებების დამცველები და არასდროს არ დავიკარგია არც პოლიტიკური, არც ადამიანური სახე, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში ერთად გავიარეთ. ჰქონდა მარცხი, ჰქონდა გამარჯვებები, მაგრამ ყოველთვის ვიდექით ერთად შეკრულები და ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი სახასიათო ნიშანი, რომლითაც თავისუფალ დემოკრატებს გამოგვარჩევდნენ სხვა პარტიებისგან. შედეგი, რომელიც დავინახეთ, საზოგადოების მოქალაქეების არჩევანი ჩვენთვის თავისუფალი დემოკრატებისთვის არის მოცემულობა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები კომპეტენტური, პროფესიონალი ხალხის მიერ მომზადებული, რომლის რეალიზაცია, რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიმოყვა. მაგრამ სამწუხაროდ იმ მოცემულობაში და იმ შედეგით, რომელიც დაიდო, ჩვენ ამის განხორციელების საშუალება ეხლა არ გვეძლება. რა თქმა უნდა, ყველას ერთად გასააზრებელი გვაქვს და გადასაფასებელი ის თუ რატომ მივიღეთ ესეთი შედეგი. ჩვენ უახლოესი პერიოდის განმავლობაში თავისუფალი დემოკრატები გავაანალიზებთ ამ შედეგებს თითოეულ ოლქში, თითოეულ უბანზე. თუ რა შედეგი დავდეთ და რატო ვერ მივახციეთ იმას, რომ ჩვენ გამარჯვებით შევსულიყავით პარლამენტში. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელსაც პირველ რიგში თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია თავისუფალი დემოკრატების პარტიის განახლება და დაგეგმვა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობის. უახლოეს დღეებში სწორედ ესეთი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი და ეს სამუშაო უკვე დააზრებულია, როგორ უნდა განხორციელდეს. მე მქონდა გუშინ დღეს ჩემ თანამებრძოლებთან, ჩემი პარტიის წევრებთან, მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრები და ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასააზრებელი ერთობლივად. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თავისუფალი დემოკრატები, პარტია, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული, სერიოზულად მოემზადებით და გავაგრძელებთ ბრძოლას ადგილობრივი და შემდეგი არჩევნებისთვის. ამას დაჭირდება დრო, ამას დაჭირდება ანალიზი, მაგრამ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ არჩევნებზე ჩვენ ბევრად უფრო დიდ საიმედო შედეგს დავდოთ. ეხლა რაც შემეხება მე პირადად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც მხარი დამიჭირა, განსაკუთრებით მინდა მიმართო გორელებს. ქალაქმა, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და ადამიანებმა, რომლებმაც ჩემთან ერთად გაიარეს ეს წინასაარჩევნო კამპანია, ძალიან კარგი ხალხი, რომელთან ერთადაც მე რა თქმა უნდა ცხოვრების ბოლომდე მექნება საუკეთესო ურთიერთობა. ეს არის ხალხი, რომელმაც ჩემთან ერთად გაიარა თითოეული ნაბიჯი განსხვავებული, აბსოლუტურად ჩემი აზრით პოლიტიკურად სწორი კამპანიის, რომელმაც არ დაუშვა დაპირისპირება და ძალადობა და გორელებს მინდა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის უდიდესი მადლობა გადაუხადო. როგორც იცით, იგეგმება მეორე ტური. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, იმიტომ რომ იმ დაპირებების, იმ შეთავაზების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანი ჩანაფიქრით პარლამენტში. იმ შედეგებმა, რასაც მივახციეთ, ამ დანაპირების, ამ სიტყვის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა.
სწორედ ამიტომ მადლობელი ვარ თითოეული ხმისთვის, რომლებიც გორელებმა მომცეს და მე მინდა უთხრა, რომ სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მე უერთგულებ მათ ნდობას. 4 წელი, რომლითაც აირჩიეს ეს პარლამენტი, არის ძალიან დიდი დრო. ეს არის დრო, რომელიც ხუჭად არავინ არ უნდა გავფლანგოთ და ვინაიდან მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმისი, რომ მე აქტიურად მოვახდინო გავლენა და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ისეთი რამ, რითიც მე შევძლებ ვერჩი დაუდგე ჩემ საზოგადოებას, ვაკეთო საინტერესო საქმე, რომლითაც ბევრად უფრო მეც მოუტან საქართველოსაც და იმ ამომრჩევლებსაც, ვინც მე ხმა დამიჭირა. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან. მე აუცილებლად სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, როგორც ვიყავ, ისე დავჩები საქართველოს ჯარისკაცად. მე ვიქნები საერთაშორისო თუ აქ ადგილზე პროცესებში ჩართული იმ კუთხით, რომ გვერდში ვედგე სახელმწიფოს, გვერდში ვედგე ჩემ ერს, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც დააკეთა ეს საქართველოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდ პატივს ვცემ, მე არ მჯერა ამ არჩევანს. ამიტომაც დიდი მადლობა ყველას, ვინც ხარს ვიჭერს, პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ბევრად უფრო განახლებული, გააზრებული და უკეთესი, კიდევ ხაზს გავუსვამ, უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს. დიდი მადლობა თქვენ მედიის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის და მე მჯერა და მწამს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი. მაშასე ეს იყო ირაკლი ალასანიას საგანგებო განცხადება, როგორც აღმოჩნდა, ჩემი ინფორმაცია იყო 100%-იანი. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის, გადავაჭარბე ყველანაირ დროს, ეთერში უკვე ბიზნეს კონტრაქტის დროა, თუმცა ცხადია, ეს განცხადება ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა მოგვესმინა. ირაკლი ალასანია წავიდა, ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, კი თქვა, რომ ალასანიას გუნდში არიან ადამიანები, ვისთანაც ისინი აპირებენ თანამშრომლობას და არ გამორიცხავენ ამ თანამშრომლობას, მათ შორის სამთავრობო დონეზე. ეთერში 4 საათზე დაუბრუნდებით დროებით.